თავი 31. ასე უთხრა უფალმა მოსეს. აჰა მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდაშტოდან. დაავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით, რომ შეეძლოს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავება. მოსაუჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთად დასამზადებლად. აჰა მიუჩინე მას ოხოლიაბ ახისამაქისძე, დანის ტომიდან და სიბრძნე ჩაუდევი ყოველ ბრძენკაც გურში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე. სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავით ურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი, ტაბლა და მისი ჭურჭელი, წმიდა ლამპარი და ყველა მისი ჭურჭელი, საკმევლის სამსხვერპლო, აღსავლენის სამსხვერპლო და ყველა მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით ურთ. საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი, მირონი და სურნელოვანი საკმეველი საწმიდარისთვის. ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე გიბრძანე. ასე უთხრა უფალმა მოსეს, ასე გამოუცხადე ისრაელიანებს. დაიცავით ჩემი შაბათები, რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენ შორის თაობიდან თაობაში, იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი. დაიცავით შაბათი, რადგან წმიდა იგი თქვენთვის. მისი შემღალავი უნდა მოკვდეს. შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 6 დღეს აკეთონ საქმე. მე-7 დღეს საუქმო შაბათია, უფლისათვის წმიდა. ყველა ვინც კი შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უნდა მოკვდეს. დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა. ეს იყო სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანებს შორის. რადგან 6 დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მე-7 დღეს კი იუქმა და დაისვენა. მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის 2 დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.